გამარჯობა, მე ვარ გიორგი ჭაუჭიძე, ეს არის გადაცემა სკოლაზე, რომლის მიზანია საზოგადოებაში სკოლის შესახებ არსებული წარმოდგენების ერთგვარი ტრანსფორმაცია, აგრეთვე ჩვენი სტუმრების განსხვავებული რაკურსით წარმოჩენა. დღეს ჩვენი სტუმარია გურამ მეგრელიშვილი, მწერალი, წერის საავტორო სკოლის ფასკუნჯის დამფუძნებელი. გამარჯობა გურამ, დიდი მადლობა რომ მონაწილეობ ჩვენს გადაცემაში. მადლობა მოწვევისთვის. რატომ ფასკუნჯი მოდი ასე დავიწყოთ და მე ხო, ფასკუნჯი ეს არის ზღაპრის გმირი, ქართული ზღაპრის გმირი, ის არ არის პროტაგონისტი, მთავარი მოქმედი პირი არ არის, მაგრამ აქვს კონკრეტული ფუნქცია დაეხმაროს გმირს ქვესკნელიდან ამოსვლაში. ოღონდ უცნაური არის მანდის, რომ ძალიან საინტერესო სქემაა, რომ ფასკუნჯი ცხოვრობს, ესე იგი ხის წვერზე, ძირს გველეშაპი ცხოვრობს, გველეშაპი უჭამს ფასკუნჯს შვილებს და ფასკუნჯს არ შეუძლია ამ გველეშაპის დამარცხება. ჩამოდის გმირი ზესკნელიდან ქვესკნელში, კლავს გველეშაპს, მაგრამ გმირს აღარ შეუძლია ზევით ასვლა და მხოლოდ შეუძლია ფასკუნჯს გააკეთოს და ესეთი ეს რაღაცა ურთიერთ რაღაცა მიმართება ძალიან საინტერესო იყო. ბავშვობიდან სულ მახსოვდა ხოლმე ეს გმირი და მაგიტო დავარქვი. თან რაღაცას რო ჭამს და მე გმირს რომ შენ აძლევს შენს რაღაც ხეულის ნაწილს, ბარძაყის ნაწილს აძლევს და მე უმთელებს ფასკუნჯში. კი ბატონო, საინტერესო პერსონაჟია. სკოლაზე ვისაუბრებ, სკოლის ამბებზე, როგორც შეიძლება ითქვას, ამბების ოსტატი და ამ ხრივ დახელოვნებული ადამიანი, ვფიქრობ საინტერესო გადაცემა იქნება. თავიდან დავიწყოთ წარწერებით. აი რაიმე წარწერა ხომ არ გახსენდება სკოლის კედლებიდან, იმ სკოლებში, რომელშიც სწავლობდი, ან რა გახსენდება პირველი, რაც ამოტივდებდა უცებ. ხო, ნუ წარწერები მე როცა ვსწავლობდი იმ დროის სკოლიდან ეს იყო ხოლმე უხამსი ნახატები კედლებზე. აი ესეთი საფიფარაშოს კედლებზე იყო ხოლმე ესეთი ნახატები და ეს წარწერები არ მახსოვს კონკრეტული, მაგრამ ეს ნახატები მახსოვს, რომ რაღაცნაირად უსიამოვნო იყო იმ თვალსაზრისით, რომ სულ ფიქრობდი ხოლმე, რომ ვინც ეს დახატა რაღაცა უჭირს ამ ადამიანს და ვერ ხვდებოდი, ვერ ხსნიდი ხოლმე რა უჭირს, რატო უნდა დაწერო რაღაცა თქვა გინება ან ამბავი ამ კედელზე. რამე გონება מחვილური ცხო არ იყო ხოლმე შემთხვევაში. ხო, ესე ახლა არ მახსოვს, იმიტომ რომ არც მიფიქრი. ეხლა უბრალოდ გამახსენდა ეგ. ისე საინტერესოა ახლა ხო სკოლა არის ერთ-ერთი ისეთი ადგილი, სადაც სულ რა წერას უჭირავს დიდი ადგილი, ხო? პრინციპში უნდა ისწავლებოდეს კიდეც. ამაზე მე კიდევ ვისაუბროთ და საინტერესოა მაინც და მაინც ისეთი ადგილის წარწერები ახსენდება ხოლმე ადამიანს გამონაკლისი არ იქნება, სადაც წერა აკრძალულია. წესით ხო არ შეიძლებოდა რაღაცების. ხო, სკოლაში უნდა ისწავლებოდეს წესით წერა. მე მაგალითად მე რო განათლების პოლიტიკას ვქვნიდე, სკოლაში მხატვრულ წერას, როგორც დისციპლინას და საგანს, ასე ვთქვათ, როგორც მათემატიკა ისწავლება, სწორედ ასევე შევიტანდი სავალდებულოდ. არა იმიტომ, რომ ბევრი მწერალი გამოვიდეს ქვეყანაში, არამედ იმიტომ, რომ წერა ეს არის ყველაზე საუკეთესო საშუალება მოხდეს ჩვენი გონების გარკვეული ტიპის კორექცია. აი რაღაცა თერაპიული არის ძალიან წერა და ამ მოზარდებში ეს თერაპიულობა ძალიან მნიშვნელოვანი არის რა. გარდა ამისა, თუ სწორი კადრი იმუშავებს, სწორი ფსიქოლოგი იქნება სკოლაში, ამ ნაწერებში ის გაიგებს ძალიან ბევრს მოსწავლეებს. ანუ მე ამას სავალდებულო საგნად დავამატებდი. ეს ძალიან საინტერესოა. მე კიდევ ვისაუბროთ, ჩვენ გვექნება ამის დრო. მოდი გითხარი, რომელი სკოლებია, სადაც სწავლობდი და რომელ წლებში? ესე იგი, მე გამოვიცვალე, თუ სწორად მახსოვს, 5 სკოლა და 8 კლასი. ფაქტობრივად მე ესე უცნაური ამბავი იყო, რომ ამასაც ჩემი ერთ-ერთი ლექტორი მეუბნება, რომ ძალიან უცნაური რაღაცა ერთად მოგზაურობთ ხოლმე და მთელი საქართველოს მასშტაბით რომ დავდივართ, სულ შენი კლასელები მხვდებიანო და რამცად სწავლობდი ეს სკოლაში, რომ ამდენნაირი კლასელი ყავსო რა და ესეთი უცნაურობა იყო, რომ მართლა ბევრი სკოლა გამოვიცვალე. პირველი სკოლა ჩემი იყო ნაძალადევში, მეცხრე სკოლა იყო ეგეთი, რუსულ-ქართულ, მაშინ უკვე რუსული აღარ იყო და ქართულ სკოლად გადაკეთდა და მან რომელი წელია, როცა შევედი? ეს იყო 87
8 წელი, 9 წელი ესე მახსოვს რა. ხო, მე შევიცვალე და გამოვიცვალე კიდევ ზედიზედ 3 სკოლა, მე მე-4 და მე მე-5. ყველა თბილისში იყო. ყველა თბილისში კი, ყველა თბილისში. ძირითადად ნაძალადებში. არა, მე სხვადასხვა რაიონებში. გლდანში ვსწავლობდი, ვეკუაში ვსწავლობდი და რა ვიცი, ესე დავდიოდი, დავბოდიალობდი ასე ვთქვათ სკოლების მიხედვით რა. სხვადასხვა სკოლაში, სხვადასხვა კლასში, ოღონდ ერთ სკოლაში, ერთ კლასში არ ვჩერდებოდი ხოლმე მასწავლებლები. ანუ შიდა მიგრაციაც ხონდა ხოლმე კი ბატონო, კი. როგორც წესი ეს მასწავლებელთან კონფლიქტის გამო ხდებოდა ხოლმე რომ გირიდებენ თავიდან. კონფლიქტები მაინტერესებს კიდე. ანუ შეიძლება ითქვას რომ ყველაზე მრავალრიცხოვანი თანაკლასელების პატრონი ხარ, ხო? ოღონდ ბანკეტი არ მქონია. იმიტომ რომ სამსახური ხო არ მქონია ბანკეტი. მე ეს უბრალოდ ვამბობ ხოლმე რომ ბანკეტი რა არის არ ვიცი და მე არ მქონია. 10 ბანკეტი მაინც გექნებოდა ის გადასახდენი. სკოლამდე თუ დადიოდი სადმე ბაღში რამე ხარ? ბაღში დავდიოდი, უცნაურია და ბაღიც ბაღი რა არის 2 წელია და ბაღიც მაქვს ეს რაღაც იმებს რო გვაძლევდნენ ხოლმე ხო ეს დიპლომივით რაღაც 2 მაქვს ეგეთი ალბომი მაქვს 2 და ფიქრობდი რომ რატომ მაქვს ეს 2 ალბომი მეთქი და თურმე რა მოხდა რომ რო შემიყვანეს პატარა ვიყავი და პატარების ჯგუფში კი არ დამსვეს რა ვიცი რატომაც დირექტორმა დამსვა დამამთავრებელ ჯგუფში ანუ ერთხელ რომ დავამთავრე მე ასაკით რომ მეკუთვნო და მეორედ ისე დავამთავრე და ესე მაქვს 2 ალბომი ეს იმავე ბაღში და როგორ გახსოვს ეს ბაღი? კარგად მახსოვს სხვათა შორის ბაღი ძალიან მიუხედავად იმისა რომ არ მიყვარდა სიარული და სულ ყოველი წასვლა იყო ხოლმე რაღაცა ისეთი რა მომზადება შინაგანი ბაღში რო წავსულიყავი სულ რაღაცა ტიროდი ვამბობდი რომ არ მინდა არ წავალ არ და იდეალური გარემო მქონდა იქ რაღაცა ესეთი პრინცი რომ მოდის და ყველას უყვარხარ და რაღაცა ყველაზე იმი მე უნდა გამეხსნა და რაღაცა ამბები მაგრამ ჩემთვის ეს არაფერი არ იყო მე ხვდი ეს იმათვის იყო მასწავლებლებისთვის ამიტომ არ მიყვარდა მაგრამ ეხლა რო უყურებ ძალიან კარგი გარემოში ვიყავი რა არანაირი არც და რატომ არ გიყვარდა ხომ არ გიფიქრიან ხომ არ დაგისკვნია რა ზოგადად ეს როგორი რაღაც არის იცი რომ ამას აქვს კონკრეტულად თავისი ახსნა და მთავარი ახსნა მაინც არის ის რომ მე ესე იგი საბოლოო ჯამში როგორც ჩანს გარკვეული ტიპის აი ეს უსაფრთხოების განცდა მქონდა ხოლმე უფრო ჩემს ასე ვთქვათ ჩემს გარემოში ბავშვს თუ არა უხსნა მშობელმა რომ ეს ბაღში მისვლა მოსვლა ეს არის რაღაცა მოკლევადიანი ამბავი როგორც სამსახური და საქმე ბავშვს ყველა ბავშვს გონია რომ დატოვებენ ეს შეგრძნება რომ სადღაც შეიძლება დაქტოვონ და უკან აღარ წამოგიყვანონ როგორც ჩანს ჩემშიც იყო იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შიშია ბავშვებში ბავშვი როცა ტირის სკოლაში ან ბაღში ხო ერთ-ერთი პრობლემა არის ის რომ მას აქ აი ეს რაღაცა უსაფრთხოების შეგრძნება ცოტა მორყეული და მაგიტო ეშინია რომ იქ არ დატოვონ საბოლოოდ რა ხო სხვათა შორის ერთ-ერთი გავრცელებული ხერხი ბაღებში ბავშვების მიჩვევის არის დღესაც შევხვდი მე ამას არის რომ აი როცა ტირის ბავშვი განწირულად და რაღაც საოცრად და დამოკიდებულება რომ დატოვე არაუშავს ხო ასე იტირებს და მე გაჩვენებ რა თქმა უნდა გაჩვენდება მთელი დღე ხო ვერ იტირებს ადამიანს ხო და სამწუხაროდ ისევ აი ასეთი რაღაც შეხედულებები გვაქვს და პრაქტიკა გვაქვს რა ჯერჯერობით იმედია თან რაღაცნაირად ამას დაუძლებთ პირველი გაკვეთილი და პირველი მასწავლებელი რა გახსოვს ან რა შეგიძლია სკოლაში კი მახსოვს მასწავლებელი იზო მასწავლებელი იყო ჩემი მასწავლებელი სკოლაში და პირველი გაკვეთილიც მახსოვს ცნაური გაკვეთილი იყო ჩემი ბიძაშვილი იყო ჩემ კლასში და რომ გავიცანით ერთმანეთით და რაღაც ასე ვთქვით ვინ ვართ და რაღაცები ჩემო ბიძაშვილმა ტილი ამოიძრო თავიდან და თქვა რომ ტილი ვიპოვე მასო და პირველი გაკვეთილი იყო მოკლედ ესეთი სკანდალური ამბავი სახარხარი და საკუთარი თავი და ხო აქ დროს იყო ხოლმე რომ ეს ტილები შეიძლება გადაგხოტრიდნენ ხოლმე თავს და არ ვიცი ჩემგან გადაედო მე მგონი თუ ვისგან გადამედო ტილი იპოვა გაკვეთილზე ეგ იყო პირველი ამბავი რა მაგით დავიწყე სკოლა კი გაგეცინოთ თუ
კი ყველამ გავიცინეთ და კი კარგი მასწავლებელი იყო მე თქვა რომ მოდი აბა თუ ვინმე გყავს ყველა მოუძებნოთო თავში ტილებიო და ერთმანეთს ოს ის იყო ტომ სოიერის ამბავი იყო რომ არავის არ აღმოაჩნდა და მე სპეცოპერაცია დავგეგმეთ რომ მოკლედ უნდა გვეშოვა ტილები და გადაგვესხა დესანტად თავში რომ რაღაცა ეს ყოფილიყო რომ ყველას ყავდა ესეთი ამბავი რა სხვა შორის საინტერესო რამ ამბების მოგონება მოფიქრება შეიძლება და ხო რაღაცა ასეთ ჩართულობით ბავშვების ხო ეს იზომასწავლებელი მე შემთხვევით კინოს რაღაცას ვიღებდით ფილმს და იმ სკოლაში მომიწია მისვლა და გამოვიდა მასწავლებელი თვითონ მიცნო მე ესე ვერ ვიცანი რა და თვითონ მე მითხრა და მომიყვა ერთ საინტერესო ისტორია რაც მე არ მახსოვდა და მითხრა რომ თურმე კლასიდან გადიოდა კლასს მე მიტოვებდა და მე ვყვებოდი რაღაც ისტორიებს გამოგონილ ამბებს რა და სპეციალურად ვაკეთებდი ხოლმე რომ მაინტერესებდა რომ რამდენი ამბავი შეიძლება მოყვეს ბავშვმა თქვა წლის განმავლობაში და ყოველ ჯერზე შემეძლო რაღაც ახალი ისტორია მომეყოლა რა ესე იგი რაღაც ეს უცნაური ამბების თხრობის უნარი მქონდა და ამას მასწავლებელი აკვირდებოდა და ძალიან კარგი ქალი მაგიტო იყო რომ შეეძლო ეს დაენახა ბავშვი კი და საშუალება მოეცა ხო და საშუალება მოეცა ასპარეზი სინამდვილეში კი ვა ძალიან კარგი რაღაც დეტალია ხა ვითო მაგრამ ხო შეიძლება ითქვას რომ ამანაც კი განსაზღვრა განკვეთილად მომავალი წარმატებული ასე ვთქვათ საქმიანობა თუნდაც კი შეიძლება საინტერესოა იზომასწავლებელი ცოცხალია ახალგაზრდა ქალი იყო მაშინაც წესით შეიძლება მასწავლებელიც არის ესა და მოვიკითხოთ ჩვენს და დიდი სიყვარულის მოვიკითხავ ხოლმე საყვარელი ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მასწავლებელია დღემდე პირველი კლასის მასწავლებელი სხვა მასწავლებლებზეც თუ შეიძლება რა გითხრა რამე არა მხოლოდ რაც აი გააქვს ჩარჩენილი ან მახსოვრობაში თუნდაც სკოლაში ხო უცნაური არის მაგრამ მე სკოლაში სიარული არასოდეს არ მომწონდა არ მომწონდა რამდენიმე მიზეზის გამო მე არ მქონდა ხოლმე სალაპარაკო თემა გარემოცვასთან ან რაღაც თემებზე კი ვლაპარაკობდი მაგრამ ეს თემები არ იყო რაც მე მაინტერესებდა აი რაღაცა ისეთი თემები მაგალითად რა ვიცი როგორ შეიქმნა სამყარო ან თქვათ რა არის ვარსკვლავი და ასე ამ თემებზე ვერ ვლაპარაკობდი ხოლმე ვერავისთან რა ვერც მეგობრები მყავდა მათ რაღაც თემებზე ვლაპარაკობდი ხოლმე მაგრამ მაინც უფრო ცოტა სხვა თემები იყო ხოლმე ჩემთვის საინტერესო რა და თუ ესეთ ადამიანს მოუძებნიდი მე მოკლედ აი ესეთ მიკრო წრეს უქმნიდით ხოლმე რა მაგრამ ჩვენი დროინდელი სკოლის პერიოდი იყო ველური აი დასავლეთი რო იყო ეგეთი პერიოდი მაქვს მე თვითონ გამოვლინე 90-იანი წლები ხა წარმოვიდგინე ისტორიის მასწავლებელმა გაგვიშვა რუსულ სკოლაში მისი პარკეტის მოსაპარად იმიტომ რომ გაუნთბარიყავით და გითხრა რომ ესო რუსული სკოლაო და არა ცუდი საქციელი არ იქნებაო იმიტომ რომ რუსებს პარავთ ხა რუსული სკოლა ხო შენ ქვეყანაშია რა სისულელია მაგრამ ესეთი უცნაური ამბებიც მქონია მაგრამ ამის მიუხედავად ანუ ისტორიულად გაამართლა ხო კი ბატონო ეს იყო სადღაც 91 წელი შეიძლება 92 წელი ხო და აი ცუდი მასწავლებელი არ მახსოვს აი სკოლაში რო იყო მიუხედავად იმისა რომ აი ხო გეუბნები სკოლას ვიცვლიდი იმიტომ რომ როგორც წესი მასწავლებლებთან მქონდა კონფლიქტი როგორც წესი მიშორებდნენ ხოლმე იმ კლასში გადაიყვანე აქ გადაიყვანე მე რაღაცა ვთქვათ ეს ამბები მქონდა ხოლმე მაგრამ ასე არ მახსოვს არც ერთი მასწავლებელი ცუდად რა კონფლიქტი რა კონფლიქტები რა კონფლიქტი და რა იწვევდა ამ კონფლიქტს გახსოვს თუ გვეტყვი ხო ნუ რა ვიცი აი ისეთი არაფერი რა უცნაური რა ძალიან ბანალური აი მაგალითად ის რო პირობითად მე-9 კლასი მე აი ვეკუას სკოლაში რო სწავლობდი მან ერთ-ერთი მიზეზი ერთ-ერთი ნუ სხვა მიზეზიც იყო მაგრამ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ის რომ მე მიმაჩნდა რომ ვარსქენს თავისი ძალიან მნიშვნელოვანი სიმართლე აქვს და ესე ერთ მხარეს ბურთი არ უნდა აგორაო ანუ შუშანიკის მხარეს არ არის მარტო სიმართლე და მიმაჩნდა რომ შუშანიკს უყვარს თავისი ქმარი როგორც ქალი ესე ეჭვიანობს და აქედან გამომდინარე იწყება ყველაფერი ოღონდ მე გადაიზრდება სხვა რაღაცაში ანუ განაშუშანიკის წმინდანობას ვაყენებდი ეჭქვეშ მაგრამ ეხა მაგას ვასწავლ ლიტერატურაში რომ შეიძლება შენ გმირმა მოგზაურობა სხვა მიზნით დაიწყოს და სხვაგან წავიდეს. აი ხა დღეს სანამ აქ მოვიდოდი ჩავატარე ლექცია და ავხსენი რომ კონკიას თავიდან უბრალოდ უნდა რომ მეჯლისზე იცეკვოს და არც ფიქრობს რომ შეიძლება დედოფალი გახდეს. მაგრამ აღმოჩნდება რომ თურმე ეს არის მისი გზა. იგივე სცენარია მანდაც.
ხო და ეხლა ამის გამო რომ მოიშორებ ადამიანს რომ შენ წმინდანს შეურაცხყოფ და რაღაც ამბები ეხლა ბავშვთან მე მგონი ეგ სისულელი ეგეთი რაღაც ტიპის კონფლიქტში შესვლა რა და სულ მქონდა ხოლმე აი ესეთი რაღაც მე ჩემს სიმართლეს ვამტკიცებდი ის იქიდან მხარეს არ იღებდა და მე გადადიოდა ეს კონფლიქტში მე არ ვთმობდი ის ნიშანს მაკლებდა და ეს რაღაცა უნდა მას გვექნა მე ნიშნები საერთოდ იდეაში არც მყავდა მაღალი ნიშნები და დიდად შუშანიკს თუ ასე ვთქვათ შევადარებთ ანუ სულ არ ფიქრობდი შეიძლება რომ მაინც და მაინც კლასიდან და სკოლიდან წასულიყავი ამ ერთი აზრის გამო მაგრამ ასეთ გზაზე დადგებოდი ხოლმე მე ხო შენ და ხო ნუ მეც ვაშავებდი ხა აი მაგალითად მახსოვს რომ მასწავლებელი ყავდა ძალიან მაგარი ნუ მაგარი ყოფილა ყოველ შემთხვევაში ქიმიის აი ვეკუაში რომ სწავლობდი და ამ კაცის სახელმძღვანელოთი სწავლობდით ქიმიას. ოღონდ ვერავინ ვიგებდით კლასში და ერთხელ უთხარი რომ თქვენ მეთქი არ იცით ეთყობა ქიმია, კარგად მეთქი, იმიტომ რომ შეიძლება იცი, მაგრამ თუ მე ვერ მაგებინებ, მეთქი ეგ არ არის ცოდნა თქო და ამის გამო მოკლედ ძალიან ძიმე დარტყმის ქვეშ აღმოჩნდი რა. მაგრამ ცუდად მოკლედ მასწავლებლები არ მახსოვს, იმიტომ რომ ვიღაცები იყვნენ, ვინც თქვათ აი ჩემს უნარებს ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდნენ განსაკუთრებით ლიტერატურის მიმართულებით, მაგრამ ამ ხალხმა შექმნა ჩემი გზა. ამიტომ მე ყველას უყურებ პოზიტიურად. ანუ ნეგატიურია ესეთი განცდა, რომ ეს რა ცუდი მასწავლებელი მყავდა, მყარვალი და ამბავი ესე არ უყურებ. მესმის. საინტერესოა რატომ უყურებდნენ, თქვათ, ანუ იმ მიმართულებას, რომელიც შენში იყო, როგორც აღნიშნე პირველივე კლასიდან, ხო, იზო მასწავლებლის მაგალითი რომ გავიხსენოთ, ხო, და მეორე მხრივ მთელი ცხოვრების, ასე ვთქვათ, საქმეა სინამდვილეში, ხო? და რა საფუძველი ქონდათ, ან რა არგუმენტით აყენებდნენ ეს ქვეშ? ხო, ნუ მე ალბათ ცუდად უწერდი რა, სავარაუდოდ აზრი არის ის, რომ არ გამომდიოდა მაინც კარგად წერა. ერთადერთი მახსოვს, რომ მგონი მე-5 ან მე-6 კლასში ვიყავი. ყავდა მასწავლებელი, გვარი მახსოვს, ბაგათელია, მე მგონი ნანა ერქვა. ამ ქალმა მითხრა, გავაბრაზე რაღაცაზე რა, მოკლედ რაღაც უნდა დამეწერა თემა და სულ სხვა პერსონაჟები შემოვიყვანე და რაღაცები გავაკეთე ჩემთვის რა, მე რაღაცები გავაკეთე და ამ ქალმა მითხრა, რომ შენ კიო ეხლა რაღაცებს მაიმუნობ, მაგრამ მეო ზუსტად ვიცი, რომ შენ რომ წერალი გამოხვალ. და მაშინ ვიფიქრე, რომ ეს ჩავთვალე, რომ ეს ქალი ეხლა დამცინოდა, რომ რატო უნდა მეთქვა, ეხლა მაინც და მაინც წერალი ჩემთვის რაღაცა დიადი ამბავი იყო რა და მე წლები რო გავიდა, სულ ახსენდებოდა ხოლმე ტვინი როგორ მუშაობს, რომ ეს ბაგათელიას ეს ნათქვამი ტვინში მქონდა. უცნაურად რა პროგრამა. შეუმჩნევია ასევე კარგად ნანა მასწავლებელსაც. და ეს მართლა დასაფასებელია თან იმ პერიოდში, ხო? ანუ განსხვავებულად, აი რომ თქვი რომ კარგად ავწერდი ალბათო ვინ წერდა სინამდვილეში კარგად ან რას წერდით ხომ გახსოვს ახლა და როგორ წერდით საერთოდაც და საერთოდ ის წერა რამდენად იყო კიდე ეს ხო ეს კარგად წერა ხო ეს არის ესე იგი მოთვინიერება რაღაც ჩარჩოს მიხედვით და ხო ასე რომ კარგად შეუმჩნევია ნანა მასწავლებელს მეთქი ასევე მინდა მე ვისაუბროთ ჩვენ იგივე საინტერესო ამბავი იყო ქიმიის მასწავლებელთან დაკავშირებით თვითონ სასწავლო შინაარსზე. მანამდე კლასელებზე რომ გვითხრა, კლასელები ხო როგორც აღნიშნეთ, ბევრი კლასელები ყავდა და აი როგორ დაახასიათებთ რა ურთიერთობები გქონდათ, რამდენად მოგწონდათ აი ეს ურთიერთობა და დღემდე თუ გააქვს ეს ურთიერთობა ვინმესთან, ახლა ყველასთან ცხადია შეიძლება. ზოგადად ეხა კლასელები რო ხვდებიან ხოლმე ჯერ ვიხსენებ რომელი კლასელი, რომელი სკოლის იყო, იმიტომ მაგას თავარი ამბავია ხოლმე რომ ჯერ უნდა მივხვდე რომელ სკოლაში იყო ჩემი კლასელი რა და მე უკვე ვიწყებ დანარჩენს. კლასელებთანაც შემიძლია ვთქვა რომ მე კონფლიქტი არ მქონია არც ერთ კლასელთან ძალიან კარგი ანუ ეხლა ძალიან ღრმა მეგობრობა შეიძლება არ მქონოდა მაგრამ კონფლიქტური სიტუაცია ერთადერთი შემთხვევა იყო როცა ჩემს კლასელთან მომივიდა ესეთი ძალიან ხელჩართული და ძალიან დიდი ჩხუბი და დანებით და ამბებით ოღონდ ესეც იყო არ ვიცი რაღაცა საფუძველი შეიძლება ქონოდა რა ინიციატორი მე არ ყოფილვარ ყოველ შემთხვევაში ერთადერთი შემთხვევა იყო დანარჩენი ხშირად ჩხუბობდი ხოლმე სკოლაში, ოღონდ გარეთ. ანუ სხვაგან რა და აი კლასელებთან სულ მქონდა ხოლმე კარგი ურთიერთობა. რაღაცა. აი როგორც ამბების ოსტატს ახლა უნდა ჩაგეკითხო, რომ მიზეზი თუ არ გითხარი ახლა ამ ხელჩართული
ბრძოლით არ გამოვა ეს. იცი რა არის ის ადამიანი გარდაცვლილა, გავიგე რომ გარდაცვლილა ის ჩემი კლასელი და რაღაცნაირად არც მქონდა რამე წენა და რამე სართამქონია ხო არა არაფერი აი ბავშვური ამბავი იყო რაღაცა ისეთი მოკლედ ჩემს ზურგს უკან რაღაცა ჩემზე თქვა და მე ამის გამო პასუხი მოვთხოვე და ეგ იყო მთელი ის ამბავი მაგრამ ძალიან ჭკვიანი კაი ბიჭი იყო მე კლასელები მყავდა ბევრად უფრო გონიერი ადამიანები და ნიჭიერები ვთვლი ვიდრე მე ვიყავი რა ძალიან საინტერესო ხალხი მყავდა კლასში სხვადასხვა მიმართულებით მე არ ვიცი უბრალოდ ეს ხალხი სად წავიდა რა მოვიდა რა გააკეთა ერთადერთი ახლა ჩემი კლასელებიდან აი 2-3 ადამიანი არის შემორჩენილი ისეთი ვისთანაც მაქვს ურთიერთობა ისიც ახლა აღდგა რა და ძალიან მიხარია ხოლმე როცა ვიგებ რომ ჩემი კლასელი სადღაც რომელიღაც კლასელი ასე ვთქვათ აი ეს არის იმიტომ რომ ძალიან ჭკვიანი აი როგორ იყო იცი რომ რო უყურებდი და მახსოვს ჩემი თავი ბავშვობაში რო უყურებ რომ აუ რა კაია რომ ესეთი ჭკვიანი კლასელი მყავს და რაღაცა იცის ინტერესებით ვერ ვეკვეთებოდ მე უფრო ლიტერატურა და ეს რაღაცები მაინტერესებდა ხოლმე ბუნება და გამოგონებები და რაღაცები მაგრამ საინტერესო იყო ხოლმე და ბევრი ჭკვიანი კლასელი მყავდა. ოღონდ არ მაქვს არავითარი შეხება ამ ხალხთან. ხო, როგორც მწერალს ამ შემთხვევაში წიგნების ავტორს მაინტერესებს ასე ყველასგან და ამ შემთხვევაში ცხადია მაინტერესებს კითხვის სწავლის დაწყების პროცესი თუ გახსოვს ან რაიმე ამბავი, აი პირველი კლასი თუ მანამდე შეიძლება ისწავლა. როგორ რა ემოციას იწვევს ეს? პირველი წიგნი მახსოვს, რაც წავიკითხე. ამას თუ მეკითხები, მახსოვს ეს იყო ოტია იოსელიანის დაჩის ზღაპრები. ეს წიგნიც მახსოვს, ესეთი დიდი წიგნი იყო, ნახატებით, ძალიან ისეთი და ესე იგი ეს დაჩის ზღაპრებში ამდენჯერ მქონდა მოსმენილი ხო, დედა ჩემი მიკითხავდა ხოლმე და ნუ აი ბევრჯერ მქონდა მოსმენილი, მაგრამ მინდოდა რომ მე ჩემით წამეკითხა, მეგონა რომ კიდე რამეს გავიგებ ისეთს, რასაც იქ არ წერია. და ძალიან უცნაური იყო, რომ ჩემი პირველი წიგნი ხო ესე დაჩის ზღაპრების წაკითხვა იყო და გავიდა ალბათ რა ვიცი რამდენი წელი, ნუ ვიყავი უკვე 23 წლის და ჩემი წიგნის წარდგენაზე სრულიად შემთხვევით მაღაზიაში შემოვიდა ოტია იოსელიანი და რაღაც აი ოტიამ ისე იცოდა ხოლმე ცოტა რაღაცა, ეხლა შენ წერალი ხარ რაღაც ამბავი და მე წიგნი ვაჩუქე და უთხარი რომ მეთქი თუ არ მოგეწონება ბუხარი ხო გაქვს სახში და დაწვი მეთქი და ცეცხლს დაანთებ რა და გაგიჟდა რომ ესეთი რაღაცაო არავის არ უთქვამს ჩემთვის საკუთარ წიგნზეო რომ როგორ შეიძლება წიგნი შენი ესე იგი ესე რაღაც თავმდაბლობაში ჩათვალა და მე და ოტია მას მერე დავმეგობრდი და სანამ გარდაიცვლებოდა თვეში ერთხელ მირეკავდა ხოლმე მივდიოდი და სულ მინდოდა მეთქვა რომ პირველი წიგნი წავიკითხე შენი მეთქი და სულ რაღაცა დავზოგი ასე ვთქვათ ეს ამბავი არ მithქვამს რა რაღაცა ეს ამბავი არ მithქვამს მაგრამ ესე შეიკრა წრე მე ჩემი და ოტიას ურთიერთობის რა ხო დიდი ადამიანი იყო ნამდვილად კარგი მწერალი და სხვა შორის ოტია იოსელიანს აქვს არ ვიცი ხუმრობით თუ ნათქვამი რომ მეო წიგნი არ ქონდა სახშიო და უბრალოდ მერიდებოდაო რაღაცას რომ ეკითხებოდნენ ხოლმე აბა რა წიგნი გაქვს წაკითხულიო და ამიტომ მე თვითონ დავწერეო დავიწყე მე წიგნების წერაო რომ წამეკითხავ ხო შეიძლება ხუმრობით არის საყვარელი წიგნები ბავშვობაში რამდენად კითხულობდი ხოლმე დრო ჩემი მთავარი გასართობი ეგ იყო რა პრინციპში იმიტომ რომ აი გუშინ ვამბობდი რაღაც შეხვედრაზე ვიყავი და მკითხე დარბას რომ თქვენ გიგზალავდეთ წიგნის კითხვას მეთქი და აღმოჩნდა რომ ზოგს უგზავნა მეც ეგრე ვიყავი რა რომ ანუ შეზღუდო მქონდა რომ აღარ წაიკითხო იმიტომ რომ ღამე რაღაცა სანთელი დაზოგე ცივა უმელი უნდა გამორთო და ამ მთელი ამბები და ჩემთვის ერთადერთი ამბავი იყო ხოლმე ეგ მე ცოტა უცნაური წიგნების კითხვა მიყვარდა უფრო ძალიან, იმიტომ ძალიან მიყვარდა ხოლმე ბუნება და ეხლა რო გითხრათ რომ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მწერალი იყო ვთქვათ სეტონ ტომპსონი ეგეთი მწერალი იყო რაღაც რალფი ტყეში თუ რაღაც ესეთი წიგნია გიждდებოდი ამ წიგნზე რაღაც აი ერთი 40 ჯერ მგონი წაკითხული რა აი ესეთი წიგნები მიყვარდა მაგრამ მე რო იზრდები ხო რაღაცა ვითარდება და აბსოლუტურად სხვა ტიპის ლიტერატურა მე უნდა მეკითხა. ჩემი თემა ყოველთვის იყო ხოლმე რომ რამე უნდა წამეკითხა დღის განმავლობაში და წაკითხული მაქვს უცნაური წიგნები, რა ვიცი, მაგალითად კარლ მარქსი ან მაგ ვთქვათ
ავეჯის დამზად კარმაქსი ძალიან კაი წიგნი სოციო კაი კი საინტერესოა ძალიან საინტერესო ავეჯის დამზადების 12 ხერხი და ესეთი უცნაური რაღაცა წიგნები მაქვს საკითხული სტუდენტობის დროს არა აი ბავშვობაში იმიტომ რაღაცა ჩვევაში მქონდა ისე მაინტერესებდა რა რაღაცა ახალი შემეცრება და დღემდე ეს ჩვევა გამომყვა დღის განმავლობაში თუ რაღაც აუდიო წიგნი არ მოვისმინე რამე თუ არ წავიკითხე განსაკუთრებით ჩემს სფეროში თქვა ხო გონია რომ რაღაც დღე არ შეიკრა კარგად და ესეც ერთგვარი ადიქციაა მაგრამ ნუ სიგარეტის მოწევას ჯობს რა მეც მაინტერესებს როგორც ამ ხრივ ჩამორჩენილი დღეს უკვე ადამიანი თუ ახერხებ თქვა თანამედროვე ლიტერატურას გულისხმობ არა მაინც და მაინც პროფესიულს გასაგებია აი თანამედროვე რაც გამოდის ახალი ლიტერატურის კითხვას ან რაღაცების შერჩევას და იმის საკითხვას დღეს ну ახერხებ და ჩემი საქმეც ეგა ჯერ მარტო ეხა ფასკუნჩი იწერება ახალი წიგნები ხო რამდენიმე საინტერესო წიგნი დაიწერა კიდე რამდენიმე დაიწერება ეხლა ახალი ჯგუფის მომზადება დავიწყე ეხლა ეს ძალიან მიყვარს იმიტომ რომ შენ თანამედროვე ავტორი თუ არ გესმის შენ ესე იგი შენ ვერ გაიგებ ძველ ანუ შეიძლება პირობითად გესმოდეს თქვა რა ვიცი შექსპირი ძალიან კარგად მაგრამ აი აგერ გვერდით ყოფი შენი რა ვიცი მე თქვა ბესოხვედელიძე თუ საერთოდ ვერ გაიგე ხო ესე იგი კიდე რაღაც გზა გასავლელი რა თუ ჩვენი თანამედროვე ლიტერატურა ესე ხელწამოსო ძალიან აკნინებენ ხოლმე მე არ მომწონს ეს რომ აი ეს ქართული ლიტერატურა რა არის არ მგონია რომ ესეა რა აბა წაიკითხე ხა მსოფლიო ლიტერატურას უნდა იცნობდე და მიხვდე ამ ტენდენციებს რომ ხა შეიძლება რაღაცა ავანგარდში არ ვართ და ამინც არ ვქმნით მაგრამ ძალიან საინტერესო ტექსტები იქმნება ძალიან საინტერესო ავტორები არიან, ვინც რა ვიცი, წერენ, რაღაცა ცდილობენ რომ განავითარონ წინ წაიყვანონ პროზა. უბრალოდ ეს როგორ არის, მკითხველზეც არის დამოკიდებული რა, მკითხველი ზრდის სინამდვილეში მწერალს. მწერალი თავის თავს მარტო არ ქმნის, მკითხველიც ქმნის. ავტორს და ხო შეიძლება ზოგი არ დაგეთანხმოს კიდე, თუმცა რა თქმა უნდა კითხველის გონებაში იქმნება თვითონ ნაწარმოები შეიძლება ხელახლა კიდეც ხო ბევრი რამეა კიდე ეს მიმართულების მიცემა ამბავი რა ვიცი 1000 რაღაცა არის რა და მე ავტორსაც რა სჭირდება იცი ავტორიც რაღაცა თითქოს თვით დამკვიდრებას ცდილობს თავის ცხოვრების გზაზე ეხლა ამას ძინათ ვკითხულობდი რომ ჩეხოვს ქონდა სულ პრობლემა თურმე იმაზე რა ქვია ჰონორარის აღებაზე და ერთხელ დახვდა გამომცემელს და ვერაფერი რო ვერ წაართვა შარვალი გახადა და უთხრა რომ ეგ შარვალი მაინც მომეციო და სამანეთად ქონდა შეკერილი იმ კაცეს შარვალი და სამანეთიანი შარვალი ჩაეტია ოდ მოკლე ქონდა და დადიოდა მოკლე შარვლით რა ესეთი ისტორიებიც ლიტერატურა ზოგადად ინტერპრეტაციებია და ამბების მოყოლა აი რაღაცა ისტორიას რომ მოყვები მე მოსწავლეებს ეგრე ვაყვარებ ხოლმე იმ წერალზე რაღაც ამბავს მოუყვები, იმ ტექსტზე რაღაც ამბავს მოუყვები და ეს ამბავი აკითხებს მერე წიგნს რა. ესე იგი დადიოდა დიდხანს ამ მოკლე შარვლით, იმიტომ რომ სიამოვნებას ანიჭებდა სამაგიერო როგორ გადაუხადა გამოცემა. თავისი მიიღო. ხო შეიძლება ასეთი ინტერპრეტაციაც ხო? ასეთ ამბავზე. მინდა გკითხო წერა სკოლაში. რას წერდით ხოლმე, რომ გავიხსენოთ ახლა იგივე მეც ცოტა ადრე, მაგრამ მახსოვს ხო ეგ პერიოდი მოსწავლეობის. რას წერდით ხოლმე, როგორ წერდით, აი ეს კიდევ გავიხსენოთ და რამდენად არის იმ მაშინდელი წერა დღევანდელობასთან, რასაც აკეთებ ახლა, თქო, რაიმე კავშირში საერთოდ. იყო თუ არა ის წერა, კი, აი ასე დავსვათ ეს შეკითხვა და თან მინდა რომ გადავაბათ ასე ვთქვათ, იგივე მიდგომები, რომელსაც იყენებთ ამ საავტორო სკოლაში და ასე შემდეგ. ხომ არ გახსოვს თუნდაც აი წერის შეძულება ზოგიერთი ადამიანი ასეც კი იხსენებს ხოლმე სკოლაში წერის პროცესს. ხო, ну, სკოლასთან არის კავშირში, ჩემი სკოლის მასწავლებელი არ იყო, მაგრამ ბოლო დამამთავრებელ კლასში რო ვიყავი, რომ დავიწყე კუაში. ხო, აი მე 11 კლასში როცა ვიყავი, უკვე აბიტურიენტი რო გავხდი, მაშინ იყო ხოლმე ღამის სკოლებში გადადიოდნენ და ემზადებოდი რა და მოკლედ ვემზადებოდი მათემატიკაში, ქართულში და მე მგონი ინგლისურში და ქართულის მასწავლებელი
იყო თესეუს ერთ-ერთი პროფესორი, რომელთანაც დიდი რეკომენდაციები და ჩაწყობებით მიმიყვანეს და ღირდა, ესე იგი, სწავლა მამაჩემის ალბათ ხელფასის მეოთხედი მაინც ერთი გაკვეთილი. და მე მახსოვს, ხო, ძალიან ძვირს იღებდა მაშინ ის ქალი, იმ დროისთვის კატასტროფული ამბავი იყო, მაგრამ იმდენად სუსტი ვიყავი ამ წერის ამბავში, რომ რაღაცა ვინმეს რო გადავერჩინე და ესწავლებინა წერა, მაგიტომ მიმიყვანეს ამ ქალბატონთან და ეს ცოტა უხერხული სიტუაცია, რაც ცუდად მახსოვს, რა გაგებით, იცი რომ ერთხელ მითხრა, რომ აი ხაო შენო რა არის, ვიცი რომ მე ისეთი დონის ხალხთან მაქვს ურთიერთობაო და ისეთი ადამიანის შვილები ემზადებიან, აი შენს გვერდითო ვინც ზისო, ესო ერთ-ერთი ქართველი ავტორის შვილი იყო, ჩემი ასე ვთქვათ თანაკლად ორივე ემზადებოდით, ხო? რომ აი ხაო წარმოიდგინეო რომ აი ამის გვერდით ზიხარო შენო და შენ წერაც კი არის არაფერი არ გამოგდისო და რაღაცა აი ძალიან ის არისო რა მადლიერი უნდა იყოო რომ აი ჩემთან ხარო რა და მე მაშინ უთხარი რომ მეთქი მადლიერი არა ვარ შენი ამ გაგებით იმიტომ რომ ხელფას გიხდი ამაში საკმაოდ ბევრს ეხლა თუ რამე არ გამომდის მეთქი ნუ არ გამომდის რა თავზე ვიძალა არ არის და სახში რომ დაუბრუნდი მე-13 თუ მე-4 გაკვეთილი იყო გადახდილი ქონდა ერთი 6 თვის წინასწარ და მე ვთქვი რომ მეთქი ამ ქალთან აღარ წავალ არასოდეს შანსი არ არის მეთქი რა ვიცი ხა სულ ვერ ჩავაბარო უნივერსიტეტში ვერსად ვერ ჩავაბარო აღარ წავალ მეთქი იმიტომ რომ ძალიან შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი და მე მოხდა ისე რომ ნუ მიხვდე რომ იქ აღარ წავიდოდი სტუდენტი იყო ჩვენი ახლობელი და მასთან დავიწყე მომზადება იმისთვისაც პრაქტიკა იყო და აი იმ ადამიანმა მასწავლა ასე ვთქვათ, აი რაღაც შემაყვარა ეს წერის პროცესი და მახსოვს რომ გამოცდაზე რომ გავედი ლიტერატურის სკოლაში რა, ნუ ეხა მე არ სითულებოდა რომ რამეს დავწერდი, იმიტომ რომ მანამდე საერთოდ ვერ ვწერდი და შპარგალკები მქონდა ესე სავსე, ესე ირგვლივ რა, ყველა ჯიბეში, რომ ერთი რო წაერთმეთ, მეორე მქონდა მზად და რაღაცა და მოვიდა სამი თემა, დიდოსტატის მარჯვენადან იყო რაღაცა ამბავი, მე მგონი ვაჟა-ფშაველა იყო და მესამე იყო თავისუფალი თემა. და მაშინ თქვია ჩემთვის რა ესე იგი ესე ჩემ თავს დაუყენე ესეთი პირობა ცარიელი ფურცლის იყო ვიჯექი და ვთქვი რომ ეხლა მე შემილია რომ გადავიწერო და ისე გადავიწერო მაგაში ოსტატი ვარ 500-ს მივიღებ მაგრამ მაგ მეორე შანსი რომ გამოვცადო საკუთარი თავი რომ მე რა შემიძლია გავაკეთო ჩემთვის სამიანიც ძალიან კაი ნიშანი იყო პრობლემა არ მქონდა და გავრისკე და დავწერე და აღმოჩნდა რომ ეს ბოლო სკოლა, ასე ვთქვათ, ეს ღამის სკოლას ვარიანტი რაც იყო, გლდანი-ნაძალდევის რაიონში იყო და ესე იგი თელ რაიონში ერთადერთი თავისუფალი თემა დაიწერა და ისიც მე დავწერე. გავბედე და მივიღე მაღალი ნიშანი 5-იანი დამიწერეს. ანუ ეხლა შეიძლება არ ვიცი რა თემა დავწერე და რა ის არ მახსოვს მაგრამ აი ამ განსაკუთრებულ დირექტორიც მოვიდა, ჩამეხუტა, შენ გადაგვარჩინე, რეპუტაცია, რაღაც ამბავი არ ვიცი, მაგრამ მოკლედ ესეთი უცნაურობა მოხდა რა, რომ მე გავბედე მაგ რაღაცის გაკეთება და ჩემთვის ეს იყო ძალიან სერიოზული ინიციაცია. მე ვამბობ, რომ პირველი ცდელობა როგორც წერლობის, ეგ იყო სწორედ, რომ უარი ვთქვი ხალტურაზე და მოკლე გზაზე. ავირჩიე რთული გზა, რომელიც უფრო მოკლე აღმოჩნდა ჩემთვის და კარგი. ასე იგი 17 წლის ბიჭი იქნებოდი, ცოტა რო გითხრა იმ ემოციაზე, ან ვინ გითხრა რომ 5-იანი მიიღე, ან როგორ გაიგე და რა იგრძენი, ან რა განიცადე. ხო, არ მქონდა არანაირი რო გითხრა ნიშნების თემა, არაფერს ხო. რაღაც განცდა ხო. მე მომეწონა ერთადერთი ის, მაგას მქონდა გაგრძელება ის, რომ მე ზეპირი გამოცდაც მქონდა და ზეპირ გამოცდაზე ნათელა მურადაშვილი იყო ის დირექტორი. ეს მახსოვს 115 სკოლა იყო. ღამის სკოლა არ იყო, ანუ მე ღამის სკოლის პრინციპი მე კერძო სკოლები რო იყო რა, ეს ეგეთი კოლეჯიც არ იყო, რაღაც სკოლაში იყო სკოლა ფასიანი და იმ ფასიანში დავდიოდი რა და მოკლედ ეს ხალი მეუბნება რომ გამოცდაზე რო ვიყავი, მეკითხება რომ ისო რა ქვია კონსტანტინე გამსახურდიაო, რომელ გმირში ესე გადმოაქვს საკუთარი თავი, რომელი გმირი გავსო თვითონ კონსტანტინე გამსახურდიას დიდოსტატის მარჯვენადანო და მახსოვს რომ ესე იგი იქიდან მანიშნებენ რომ რაღაც როგორც მიღებულია რა, რომ თვითონ კონსტანტინე ესე იგი არსუკიძე არის კონსტანტინე გამსახურდია და მე ვუთხარი მე ესე არ ვფიქრობ მეთქი რა, მე ვფიქრობ რომ კონსტანტინე გამსახურდია ძალიან გავს ფარსმან სპარს. ვიზუალურადაც ესეთი წარმომიდგენია მეთქი და ძალიან ესეთი ტიპია რა რაღაცა არასტანდარტული ტიპია და ნუ სხვა პერსონაჟებიც ჩანს, მაგრამ ყველაზე მეტად მეთქი მგონია რომ ფარსმან სპარს გავს მეთქი და
იქ ხო გეუბნები უკანეს ხედარის მასწავლებლები და ესე აჩვენებენ რომ აუ ეს არ გააკეთო და მეთქი არა მე როგორც ვფიქრობ ესე უნდა თქვა და ეს ხალი ადგა გადამეხვია და მითხრა რომ მე აღარ გამოკითხავ არაფერს იმიტომ რომ ზუსტად ესე ვფიქრობ მე არავინ არ მიჯერებდა და დაჯექი ხუთიანიო და ეგ იყო მართლა მაგარი შეგრძნება რომ რაღაცა ან მიჩვეული ვიყავი უნდა ეთქვა ვიღაცას რომ გადი ახლა აქედან ეს რევს ბოდაო და უცბად ამ ხალხმა პირიქით საპირისპირო გააკეთა დისციპლინა ზოგადად და მე ასე მაქვს მონიშნული სხვათა შორის დასჯა გაწვალების ინსტიტუტის სკოლაში. ანუ ერთი მხრივ მოსწავლეების დასჯა და მეორე მხრივ მასწავლებლების გაწვალება. ხო, როგორ იყო ასე ვთქვათ უზრუნველყოფილი იმ გარდამავლებებში სინამდვილეში ხო რაღაცნაირად დაინგრა მთელი ქვეყანა პირდაპირ გაგებით ხო? და იყოს გაჭირვების წლები რაღაც ინტერესიც აღარ იყო ამ სწავლის და ასე შემდეგ. აი როგორ ხდებოდა დისციპლინის ან შენარჩუნება, ან ხდებოდა კი ასეთი რამე და რას აკეთებდნენ ამისთვის? ძალიან რთული პერიოდი გამოიარეს მასწავლებლებმა. იმ პერიოდის მასწავლებლები მაგიტო არის ეთყობა რომ მხოლოდ პოზიტიური მახსოვს, რაღაც ნეგატიური რაღაცები არ მახსოვს, იმიტომ რომ ურთულესი გზა ჰქონდათ გასავლელი. წარმოიდგინე ახლა კლასში მიდიოდი და თვეში ერთხელ ჩანთაში უნდა გდებოდა რა ვიცი 2 ლიტრა ეს ნავთი შეშა რაღაცა რომ აი გაუთმარიყავი და გადაგვეგორებინა და აი ამ პროცესში ასწავლდნენ ისე როგორც ასწავლ რაც შეეძლოთ ხო ანუ ახლა გარეთ რაღაც ამბებია და მთელი ის არის რა და შეცდომებს რა თქმა უნდა უშვებდნენ ძალიან დიდ შეცდომებს უშვებდნენ განსაკუთრებით ეს დასჯის ნაწილში იყო ეს ინერციით მოდიოდა უფრო საბჭოთა კავშირის ხო ამბავი იყო თუმცა იყვნენ გამონაკლისი შემთხვევებიც და მე მახსოვს აი მე თვითონაც ხო მასწავლებელი ვარ და ჩემი აღზრდის პრინციპს ახლა მაგაზე ვაგებ რა მე მყავდა ესეთი მასწავლებელი ფიზიკის ჩემი დაბრიგებელი იყო მარინა სახოკია ეს სახელმწიფოები რა ვიცი ყოველთვის საიდან მახსოვს არ ვიცი საერთოდ ვერ მახსოვრებ ხოლმე მაგრამ უკეთილშობილესი ქალბატონი ახლა გარდაიცვალა და მის კლასში მოკლედ რაღაცა ისეთი ცუდი გავაკეთე ახლა რო ვერ მოვყვები აქ მაგრამ ცუდი რაღაც გავაკეთე მოკლედ და ველოდები ახლა რომ მეორე დღეს არის მშობელთა კრება ეს ჩემი დამრიგებელია და ახლა ველოდები რომ მშობელთა კრებაზე მარინა სახოკიამ ეს უნდა თქვას იმიტომ რომ წესით შეიძლება უნდა თქვას რა ისეთი ამბავია შეუძლებელია რომ არ თქვას და მარინა სახოკიამ ეს ამბავი არ თქვა და მეც არ გამირჩია ეს თემა ასე ვთქვათ არაფერი არ გააკეთა მაგრამ მე მივხვდი რომ ძალიან ცუდად მოვიქეცი და მე მივხვდი რომ მარინა სახოკიამ ახალი რაღაცა ტიპის ცხოვრება თუ რაღაცა ამბავი მაჩუქა ეს სადღაც ალბათ მე-7 კლასში ვიყავი და მე-7 კლასელი გავხდი უცბად მე-10 კლასელი შინაგანად ანუ ესეც ხო იმ სკოლის ის იყო რა ქვია აღმზრდელი ხო ესეთი რამე გააკეთა ამ ადამიანს უფიქრობდი ხოლმე როგორ მოახერხა რომ ეს გააკეთა აი ძალიან რთული იყო რა იმიტომ რომ ამას ჭირდება სხვა ტიპის სხვა რაღაცის მქონე ხო კი ბატონო და არც მაშინ არ გითქვამს შენც არ გამოგიხატავს რა არა მაგ თემაზე საერთოდ არ გვილაპარაკია არაფერი ისეთი არ ყოფილა ანუ აღარ გაგვირჩევია ჩვეულებრივ გავაგზავნეთ ესე ვთქვათ ჩვეულებრივ ცხოვრება ურთიერთობა რაღაც ამბავი მაგრამ მოკლედ მე სულ მახსოვდა ეს რა რომ არსებობს ადამიანი რომელსაც შეუძლია რომ დასჯის გარეშე გასწავლოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სასჯელი ჩვენ აი ამ დანაშაული და სასჯელის წრეში ვტრიალებთ რა და უცნაურია, მაგრამ ადამიანები ითხოვენ ხოლმე სასჯელს სწორედ ამიტომ, რომ ესე არიან აღზრდილები. თუმცა არსებობს სასჯელის გარეშე აღზრდაც რა. ჩვენ ჩარჩოები გვჭირდება, აღზრდას ჩარჩოს ჭირდება, რაღაც მოსწავლემ რაღაცა ჩარჩო უნდა იცოდეს, იმიტომ რომ ეს მისი უსაფრთხოებისთვის არის ძალიან კარგი. ახლა მშობელის რამდენიმე სტილი არსებობს აღზრდის და ზოგს გონია რომ აი ყველაფრის უფლებას ვაძლევ და არაფერს ჩარჩოს არ უწესებ. და ამ დროს ბავშვი მე ტრავმირებული იზრდება, იმიტომ რომ მან არ იცის მოკლედ უსაფრთხოდ ვერ გზნობს თავს რა, ხო? და ამ შემთხვევაში სასჯელი ყოველთვის არ არის რაღაცა ესეთი თემა რა. ახლა წარმოვიდგინე მარინა მასწავლებლის, ხო? ადგილზე თავი, რომ წარმოვიდგინოთ. შეუძლებელია, მაგრამ ხო ბუნებრივია, რომ შენ მიუხედავად იმისა,
უთხარი თუ არა რამე ამ კონკრეტულ ამბავზე ან გამოხატე თუ არა შეგეცვლებოდა მის მიმართ დამოკიდებულებად ქცევა სახეც თუნდაც როცა თქვათ შეხვდებოდი ხოლმე როცა მის გაკვეთილზე იყავი და წარმომიდგენია რამხელა ბედნიერება ექნებოდა მას ის ხო დაინახავდა ამას რომ როგორ შეიძლება ხომ გამიგერა ხო კი საოცარი ქალბატონი იყო ფიზიკის მასწავლებელი წარმოიდგინე რომელმაც ფიზიკა შეგვაყვარა ფიზიკის შეყვარება როგორია ეხა ისეთ გარემოში როგორშიც ჩვენ ვიზრდებოდით მაგრამ ნუ მოახერხა ეს იმიტომ რომ იყო კი ვეჩხუბებოდა რაღაც ხდებოდა ხოლმე ჩხუბი აღვთ რა გაგებთ რომ რაღაცა სულ ეს იყო პრობლემა ხოლმე მაგრამ მოკლედ რაღაცა თაობა შექმნა ამ ადამიანმა ერთი ქალი იყო წარმოიდგინე ხა იმ სკოლაში რომელმაც თავისი რაღაცა გააკეთა სხვადასხვა ტიპები იყვნენ ხოლმე რა ბიოლოგიის მასწავლებელი ესე იგი ის იყო ხოლმე ჩვენ ამბავში რომ სერიოზული დაპირისპირება მქონდა ხოლმე ამ ქალთან იმიტომ რომ მე ექიმობა მინდოდა და ის მეუბნებოდა რომ თუ ექიმი უნდა გამოხვიდე ბიოლოგია უნდა იცოდე საუკეთესოდ და სულ ეს ჭიდილი მაგრამ ამ ჭიდილში მე მივხვდი რომ ისე საგანი ისე შემიყვარდა მართლა დღემდე ცხოველთა სამყაროზე გიждდები ეს ჩემი საყვარელი ამბავია და ბოლოს უკვე რომ გადავდიოდი სკოლიდან მითხრა რომ ხომ მივახცე მაინც ჩემსასო რომ ამ ჭიდილში ჩვენ შენ საგანი შეგიყვარდა და მე ვუთხარი რომ ჩემი საყვარელი მასწავლებელი ხარ შემხვდა მე წლების მერე და ყველაზე მკაცრი მეგონა და თურმე აღმოჩნდა რომ არ იყო ეს უბრალოდ სტილი ქონდა თავის ყველა მასწავლებელი ხო ინდივიდია იმ ინდივიდს თავისი ისა აქ რა ქვია უნარი აქვს თავისი რესურსები აქვს თავისი სტილი აქვს მე ვფიქრობ რომ სისტემა რო არ აღრჩობდეს განათლების სისტემა რო ინდივიდებს არ აღრჩობდეს ჩვენ უკეთესი შედეგები გვექნებოდა დღეს მაგრამ მასწავლებელს ახლა მე მაგალითად ფიქრობ რომ კარგი შედეგები მაქვს მოსწავლეებთან მაგრამ მე საჯარო სკოლაში არ მუშაობ და არც ვიმუშავებ სავარაუდოდ არასოდეს იმიტომ რომ მე როგორც თამაშობ მოედანზე ჩემს მოედანზე ამის რესურს არ მაძლევს საჯარო სკოლა და მე ხა არ შემიძლია რა რაღაცა თქვა პირობით დიდ მოედანზე თამაში მირჩევნია რაღაცა პატარა მინი ფეხბურთის თამაშს მე არ ესე ვფიქრობ რა საინტერესო და ჩემი აზრით სწორი სიტყვა თქვი დაახჩობა და ამაზე ცოტა ვისაუბროთ თან სასწავლო შინაარსით ბავშვების დაახჩობა აი ამაზე როდესაც იგივე დისციპლინა ვახსენეთ ჩვენ როდესაც მასწავლებლები იძულებულები არიან ჩვენთვისაც და ალბათ მათთვისაც და ყველასთვის მიუღებელი მეთოდებით უზრუნველყონ რაღაც წესრიგი, ხო? ცხადი არავის არ უხაროდა ახლა არც ბავშვის ცემა და არც რაღაც ყვირილი და ასე შემდეგ, ხო? ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, რომ ეს ერთგვარი იძულება იყო, იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი სასწავლო პროგრამები ჰქონდათ, სადღაც შემუშავებული მოსკოვში მაშინ დღეს თბილისში, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, ხო? რაღაც ეს მოცულობა ცოდნის, რომ თურმე ასე კლასების მიხედვით 11 წელიწადში თუ 10 წელიწადში უნდა გადავცეთ ამ ასაკის ბავშვებს და ასე შემდეგ, ხო? და შესაბამისად ეს ახლა რომ დაფიქრდება ადამიანი, ეს ხო შეუძლებელია, ეს ხო გამორიცხულია, რომ ამ სიტუაციაში სასწავლო პროცესი წარიმართოს ნორმალურად. ისე როგორც ვისურვებდით მაგალითად. ან ისურვებდა მასწავლებელი და მოსწავლე. კარგ ურთიერთობაში, ხო? წინასწარვა შეუძლებელია და ამიტომაც იძულებულები იყვნენ მიემართათ რაღაცა ის მეთოდებისთვის. სპეციალურად ზოგჯერ ისეთი მასწავლებელი იყო ხოლმე რაღაც ცნობილი და განთქმული, რაღაცა მეთოდი თუ ჰქონდა, ესეთი დაშის, ფიზიკური დაშიც, ხო? და ამაზე მინდა რომ ვისაუბროთ. სინამდვილეში დღეს იგივეა სიტუაცია, ახლა რაღაცები არ ისწავლება ისე, ხო? და იმ შინაარსით, მაგრამ არსობრივად იგივე ხდება, ხო? ერთი ბოდიში გავიხსენებ, მეც ერთ მე-7 კლასში ვიყავი ერთ დამრიგებელი და წიგნებს ვანაწილებდით სექტემბერში და რომ გადავხედე, აი ამ ხელა ამ სიმაღლის რაღაცა წიგნები და ზოგიერთი საგნის რომ იყო ამ ხელა ერთი არა და მეორე ნაწილი ჰქონდა კიდე რომ ესე იგი ეს უნდა გადასულიყო ესე იგი ერთ სასწავლო წლის განმავლობაში ამ მოსწავლეების თავებში ხო რაც ცრუ მიზანია სინამდვილე
და იგივე მაშინაც როგორ ხდებოდა ეს ან რამდენად ახერხებდნენ იგივე თანაკლასელები ამის რამე ადეკვატურ დონეზე ათვისებას და დღეს რა უნდა ვქნათ აი ეს შეკითხვა რომ დავსვათ მე სკოლის კონცეფციაზე ვფიქრობ, არ ვიცი რატო ვფიქრობ ხარა სკოლა ძართული თემაა რომ შენ სკოლა გააკეთო, რასაც ქვია საჯარო თუ როგორც არის სკოლა, კერძო სკოლა, მაგრამ ჩემთვის ვფიქრობ 2009 წლიდან ვასწავლი, ცოტა ხანი მუშაობდი სკოლაში და მას მე ვფიქრობ როგორი სკოლა მინდა რომ მქონდეს მე, აი რომ გავაკეთო სკოლა, როგორი იქნება ეს სკოლა. და მთელი ესე როცა არ მეზარება რაღაც იდეა მომივა, ჩავინიშნავ, მე განვავითარებ, რაღაც ჩემთვის წერ, მუშაობ და ასე შემდეგ. რომ მქონდეს ეს აზრი, აი როგორი უნდა იყოს სკოლა, ჩემი წარმოდგენით, რა თქმა უნდა. ნუ მე ამის იმპლემენტაციას რაღაც დონეზე ჩემს იმ წრეში სადაც ვაკეთებ, ვცდილობ ხოლმე რომ რაღაც დეტალები გავაკეთო, მაგრამ კლასში როგორ უნდა იყოს გამოკითხვის პროცესი, ისე რომ ყველა ჩართული ყავდეს და ასე შემდეგ, მაგრამ მაინც საბოლოო ჯამში აწყდები ესეთ რაღაცას, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სისტემებში. ოჯახური სისტემა, აღზრდის სისტემა, რაღაც საზოგადოებრივი სისტემა და სულ ეს სისტემებია, რომელშიც გადავდივართ ერთიდან მეორეში. ურთულესია, რომ ამ სისტემებში ადამიანი დარჩეს იმათ, ვინც არის, თვითონ რო იყოს. ამას მთელი ცხოვრება ჭირდება, რომ მიაგნო, მაგრამ მით უმეტეს ასეთ სისტემებში არსებობა და გაძრომა არის ბავშვისთვის ყველაზე რთული თემა. ჩემი როგორც მასწავლებლის მთავარი მიზანი არის ხოლმე ის, რომ ვიპოვო ადამიანში საყრდენი, აი ეს თვითონ ვინ არის ეს წერტილი და მივცე საშუალება ნებისმიერი ფორმით, რომ ეს თავისი ეს შინაგანი რაღაცა ყვავილი გაახაროს. თუ ამას მოვახერხებ რაღაც დონეზე, ვარ ხოლმე ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში როგორ არის იცი რომ ჩვენ რო ხელს არ უშლიდეთ ხშირ შემთხვევაში მოსწავლეებს, ხო აბსოლუტურად სხვა შედეგი გვექნებოდა დღეს. აი მათ შორის მაგალითად ჩემი კონცეფცია თუ როგორც თქვა, ჩემი ხედვა არის ესეთი, რომ მოსწავლე რომელიც რაღაცებს აშავებს, აი თქვა პირობითად ვამბობ, რომ სიგარეტს ეწევა გარეთ სკოლის სადღაც ამაში, აი რაღაცებს აფუჭებს, ან ესეთია, ხო? მე ამას როგორ უყურებ, იცი? განა ისე რომ რაღაც დიდი ტრაგედია. არამედ უყურებ როგორ ყველა ადამიანი გადის თავისი ცხოვრების გზაზე, ესე იგი რაღაც ნათელ და ბნელ იმებს რაღაც გმირის ამბავი რო გავიაროთ. როცა შენ ეს ხუთოსანა ტიპი რო ხარ, ხო, შენ ცუდი ბიჭის როლიც უნდა გაიარო, თუ გინდა რომ მე რო გაიზრდები, ეხლა არ დავასახელებ ზოგიერთ პოლიტიკოს, პარლამენტში შესულმა არ დაიწყო იმ ცუდი ბიჭის როლის თამაში. ეს შენ იმ ასაკში უნდა გაიარო. ამიტომაც როგორც ტრაგედიას და პრობლემას კი არ უყურებ, შენ უბრალოდ უნდა მოახერხო, რომ კანონის ფარგლებს გარეთ არ გავიდეს ეს ადამიანი, ანუ ვიღაცა არ მოკლას და რაღაცები არ გააკეთოს. თორე ამას თუ ფორმას მისცემ, ამ ენერგიას ძალიან მაგარი შეტრიალება შეიძლება რა. კი, იმიტომ რომ ის ტიპი, რომელიც რაღაცებს თითქოს ერთი შეხედვით, აი ცუდი მაწანწალა ტიპია და სულ ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ ერთი ადამიანის ორი მხარე არის ტომ სოიერი და ჰეკლბერი ფინი. აბა მოდი ვინმე მითხრას, რომ ჰეკლბერი ფინი უფრო ცუდი ტიპია ვიდრე ტომ სოიერი. ეს არის ერთი გმირის ორი გამოვლინება. ერთი არის ასე ვთქვათ, ნათელი თუ როგორ ვთქვათ, პოზიტიური გამოვლინება, მეორე არის ჩრდილოვანი გამოვლინება, რომელმაც ეს გზა გაიარა და დარწმუნებული ვარ, რომ ჰეკლბერი ფინი შეიძლება კიდევ უფრო მაგარი მოქალაქე იყოს, თუ სწორ დროს გაიარა, მაგრამ ეხლა წარმოიდგინე ჰეკლბერი ფინი რო სენატში რო აღმოჩნდება, ხო საშიში ესეთი ადამიანი მე. ჰეკლბერი ფინის მისწრაფებების რომ აღმოჩნდება. არა, ჰეკლბერი ფინობას რო დაიწყებს სენატში, მაგას ვამბობ რა, თორე იქ თვითონ ჰეკლბერი ფინი კი არა ცუდი, მაგრამ იქ რომ მოვიდა. ბოდიში ახლა გვაინტერესებს ეს და რამდენი წელი უგრძელდება ჰეკლბერი ფინობა? ყველა ასაკში არის თავისი რაღაცა. ანუ ამათ გულისხმობ, მალე მოიხდიან, ასე ვთქვათ, ეს ხო, იცი როგორი რაღაცა დასრულები. დართულია, იმიტომ რომ თუ ეს უკვე არაადეკვატურობაა და იმ აღარაფერი. აი რას როგორ უნდა მიხვდე მაგ ამბავს? აი წარმოიდგინე ადამიანი არის, ვთქვათ პირობითად, ვთქვათ სიტყვაზე 48 წლის. ეხლა ნუ ასაკი, რა ვიცი, მე მგონია რომ ყველა ასაკში რაღაცების გაკეთება შეიძლება, მაგრამ მთელი ცხოვრება იყო რაღაც ძალიან ხუთოსანა ტიპი, რომელიც ვერ ბედავდა რაღაცების გაკეთებას და უცბად ტიპი, აი ხო გინახავს რომ იწყებს
17 წლის ბიჭივით ის არა ქვია მეტყველებას, ქცევას და ასე შემდეგ. სულ ფიქრობ ხოლმე რომ როგორი ცოდო იყო რა უქნა ამ სისტემამ ოჯახმა თუ რაღაც ამბავმა რომ თავის დროზე ვერ გაიარა ეს გზა. და ზოგი ამასაც ვერ ახერხებს და მე რაღაც გარკვეული დაავადებებით იტანჯებიან ხოლმე რა. ეგ არის პრობლემა. ანუ ჩემი მიზანია რომ იმ ასაკში ის რაღაცები მოილიოს რა. ის თუ სიგარეტს ეწევა ეს ტრაგედია კი არა, ცუდია, იმიტომ რომ მეც არ ვეწევი სიგარეტს, მგონი არ არის კაი რა. ერთი რამე რომ დავაზუსტო თან აქვე ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორც მასწავლებელმა მეც ასევე რომ ეს ჩვენ იმას არ გულისხმობთ მაინც და მაინც რომ ეს კარგია აუცილებლად ყველამ უნდა გაიაროს, ხო? ცხადია არის რაღაცა ისეთი რაც არ გვინდა არასდროს რომ გამოსცადოს ადამიანმა და თუმცა თუ კი რამეს გამოცდის მისი გადალახვა რაღაც სხვა გეზის მიცემა როგორც აღნიშნე ეს საჭიროა შესაძლებელია და ხო აღარ მივიღებთ რაღაც არაადეკვატურ გამოვლინებას მე დასრულ ასაკში ხო კი ეგ არის ეგ კარგი რა თქმა უნდა არ არის მაგრამ ეგ გზა რომელსაც ყველა ადამიანი გადის და შენ რო აი გადაუვადებ ამ რაღაცების გაკეთებას ეხლა მაგალითად ადამიანი რომელიც არასოდეს არ წასული შატალოზე წასვლა შეიძლება არაფერი განსაკუთრებული არ არის ეხლა არც კარგია არც მაგრამ აი რო უნდა რომ გააკეთოს და ვერასოდეს ვერ გაბედა ამის გაკეთება ეხლა შენ წარმოიდგინე ეს ტიპი მერე რას აკეთებს აი ეგ არის ზუსტად საინტერესო აქ რომ მოვეჭიდოთ მაგას რომ არა ის რომ რაღაცა ცუდად უნდა მოიქცეს ყველა და გადალახოს არამედ იმ ადამიანს ესე იგი დროზე ვერ გააგებინეს რომ არაფერი იმაში რაღაც დასათრგუნი არ გაქვს თუ ვიღაცასთან ერთად სიგარეტს არ ეწევი ან ვერ ეწევი ხო რაღაც ეს რაღაც კომპლექსი რომელიც შეიძლება დარჩეს ადამიანს და ასე გამოხატოს როგორც ხო მე თან როგორ არის იცი რომ თუ ჯგუფში აი ეს ჩრდილოვანი მხარე იღებს ძალაუფლებას ასე ვთქვათ იმ კლასის მართვა მე შენ აღარ შეგიძლია იმ კლასს მართავს სხვა ლიდერი და შენ მასწავლებელი კარგავ ბერკეტებს ამიტომ მე მირჩევნია ხოლმე რომ ის ბერკეტი ასე ვთქვათ კაი გაგებით მართვის ბერკეტი შენთან იყოს და ამ ადამიანის ენერგია, რესურსი, იმან უკვე თავისი ამ რაღაცა განვითარების გზაზე ცოტა მეტი მოახერხა. მე მაგას ვიყერებ სხვა ამბავში, ვიხდი შენ ის უნდა დააინტერესო, მაგალითად ლიტერატურით, იმგვარად რომ ის შენი მოკავშირე ხდება მე. ეგ არის, ეგ ამბავი არის რა. ამ საკითხს უკავშირდება ეგრეთ წოდებული ფარული კურიკულუმი ხოლმე ამბობენ ხოლმე სკოლაში რაც არსად არ არის განსაზღვრული გაწერილი რამე მაგრამ აღმოჩნდება ხოლმე რომ რაღაც ისეთი თემები თუ საკითხები კარგად იყიდებს ხოლმე ბავშვებში ფეხს თუ ანუ აიტაცებენ ხოლმე დაეწაფებიან ხოლმე რასაც ქვია ბავშვები და აი ხომ არ გახსენდება საკუთარი ბავშვობიდან აი ასეთი რამე ანუ არა ფორმალური ხო რაც სკოლაში აკრძალული თუ ან აკრძალული არა დაუშვებელი ან ასეთი რაღაც თემატიკა ან სფერო რომელიც შემოვიდა ბავშვობაში მით უმეტეს ის 90-იანი წლებია და აი ერთ ისტორიას მოგიყვები ძალიან უცნაური არის ეხლა დღეს რასაც ვაკეთებ ესეც რაღაცა თითქოს ყველაფერი უკავშირდება რაღაც წერტილებს რა არაფერი არ ქრება სამყაროში ჩვენ გონია რომ რაღაცა იკარგება არ იკარგება რა ესეთი სიტუაცია წარმოიდგინეთ ჯერ უბრალოდ ერთადერთი იმას ვიტყვი რომ ნეტარი ავგუსტინე ამბობდა ეს რაღაც საინტერესო ისაა ეს აღსარებანი დაწერილი მაგრამ ერთი ძალიან უცნაურობა აქვს ჩემთვის ძალიან უცნაურობა და მიუღებელი ამბავი დაწერილი რომ ესე იგი პირდაპირ უარყოფს ცნობის მოყვარეობას ადამიანში. ამბობს, რომ ეს არის ყველაზე დიდი ცოდვა, რაც შეიძლება ადამიანს ჰქონდეს, იმიტომ რომ ყველაზე საშიში არის. ანუ აი, მაგალითად, სექსუალურ გარყვნილებაზე უფრო დიდ ტრაგედიად მიაჩნია ცნობის მოყვარეობა ადამიანში. ეგ ადამიანის ცოდვას ვარ უკავშირებს. ხო, მაგას უკავშირებს, მაგრამ ნუ იდეაში მე პირიქით სულ ამბობ ხოლმე, რომ თავარი ჩემი ინსტრუმენტი და იარაღი არის ცნობის მოყვარეობა და ეხა ამ ისტორიას შევკრავ. წარმოიდგინეთ, ესე იგი, გაყინულ კლასში ვზივარ, ესე ჩემი კლასელებით სხედან, ესე ვართ რაღაცა ვღლაბუცობთ მასწავლებელსაც ერთი სული აქვს რომ ჩაამთავროს, გვეუბნება, მიდი ახლა თავისუფალი გაკვეთილი გვაქვს, რაც გინდა გააკეთეთ, ბურას ვთამაშობთ უკანა მერხზე. აი ესეთი სიტუაცია არის და იღება კლასი, შემოდის ქალბატონი, საკმაოდ ისეთი ლამაზი ქალბატონი იყო, მახსოვს და ამბობს რომ მოგეთ გავხსენი რაღაცა შეხვედრების ადგილი წრე, სადაც შეგიძლიათ უფასოდ მოხვიდეთ და დაესწროთ.
და არის საინტერესო თემებზე საუბარი. საუბრები. ხო. და განსაკუთრებით თუ ვინმეს რაღაცა თქვათ აი რელიგიური თემები გაინტერესებთ, ეგეთი ამბებია, რაღაც შეგახვედრებთ ვიღაც მეცნიერებს, იმებს, ამებს და წამდეს სიბნელე, გარეთ ისვრიან ავტომატი რაღაც ამბები და ეს ხალი ეს რაღაცებს ამბობს რა. ერქვა მარინა, ამ ხალხს მახსოვს ეს სახელიც რა. ალბათ ვიყავი მე-6-მე, მე-7 კლასში. ну აი ყველა რაღაცა ხო კი ქალბატონო დაკეტა კარები და ეხლა რა მოხდა რომ ამ ხალის გვერდით ჩემი ასაკის მე მგონი გოგო ცოტათი შეიძლება ახლა უფრო დიდი გოგო იყო ისეთი ლამაზი რომ შევხედე მოკლედ მომინდა რომ მეთქი ეს გოგო რომ დადის მეც მინდა იქ ვიარო და ისა მასწავლებელს ვკითხე რომ სად არის ეს მისო მითხრა სადაც იყო მისამართი მეორე დღეს წავედი დაანგრეული გამოშიგნული ბაღის შენობა კარებები და ფანჯრები არ აქვს ეს ადიალა რასაც ქვია პლედები ჩამოფარებული რომ დათბეს ღუმელი ჩართული და სხედან ესეთი რაღაც ოთახი არის ზიზ მღვდელი კრიშნაიდი და მუსლიმი ტიპი და ლაპარაკობენ რელიგიაზე მე შევედი რაღაც ვიყურები სად ვარ რა ხდება ვიღაც ხალხი ეს დიდი ადამიანების ხედან და უსმენენ და კითხვა პასუხი და არ რაღაც ინტერესი და მივხვდი რომ ისეთ სფეროში აღმოჩნდი განათებული იყო მაინც ეს ოთახი ხა კი სიბნელი და რაღაცა იყო მაგრამ თბილა რაღაც ამ ხალმა რაღაც ორცხობილები ამოიღო დაგვილა გაიქ ის ორცხობილა შევჭამე და რა კაია რაღაც ამბავი და დავდიოდი მე კაი ხანი აქ და პირველად ესე ვთქვათ აი რაღაცა სახარების თემა იქ მაჩუქეს რაღაცა ანუ სექტა და რამე კი არ იყო რომ იყვნენ ტიპები იკრიბებოდნენ და ხან ამ რელიგიის თემაზე ლაპარაკობდნენ, ხან ლიტერატურაზე ლაპარაკობდნენ, ხან რაღაცაზე და ამ ხალმა შექმნა ეს რაღაცა სივრცე სადღაც. ეხლა მე ამ 21 საუკუნეში სადაც ამის პრობლემა თითქოს არ არის, იგივეს ვაკეთებ, საინტერესო კურსები მაქვს, მოდიან ხალხი, რაღაც ვიკი ვინოსვავთ, ვჟელობ და ასე შემდეგ. ესეთი რაღაცები ხდება ყოველთვის ცხოვრებაში, ანუ ეხლა ის იმ სკოლიდან შეიძლება ერთადერთი მე ვიყავ, ვინც მივედი, მაგრამ ხო მივედი, რაღაცა ხო დარჩა აქედან რა. და ეს არის სწორედ აი ის რას ვაუბრობთ, რომ ცნობის მოყვარეობა. ცნობის მოყვარეობა ეს არის მასწავლებლის ყველაზე მაგარი ინსტრუმენტი. შენ თუ მოსწავლეში აღძრავ ცნობის მოყვარეობას, შედეგს დადებ. ამიტომ ამაში არ ვეთანხმები ნეტარ ავგუსტინეს არანაირად. მგონია რომ ნუ არასწორი ჩემი აზრით ეხლა ნეტარ ავგუსტინე დიდი ადამიანია და დიდი მოაზროვნეა, მაგრამ ეგ არის რა. მე შევესწარი ერთ მასწავლებელს ფიზიკას როგორ უხსნიდა ბავშვებს. და მივხვდი რომ კაი მასწავლებელი იქნებოდა, იმიტომ რომ თქვა ესეთი რაღაცა, რომ აიო, ეს ერთი მოთხრობა არისო, ესეთიო, ესე იგი კაცია მუნჯაძეა, მე მგონი ეს პერსონაჟი, წევსო, ისა ხო გახსოვს ოქროს მატარებელი რომ მოდის ოქროს ტანსაცმლიანი ხალხი და ლიანდაგზე უდევსო თავიო და ელოდება მატარებელსო და ცდილობს ეძინებაო და დაიძინაო და რატო დადო ლიანდაგზე თავიო, ვინც ამ პასუხსო მეტყვისო, შემდეგ ჯერზე რომ მოხვალთო მე დაგიწერთ მაღალ ნიშანს 10-იანსო. და ეს ბავშვები რაღაცა ზოგი გუგლავს, ზოგი რაღაცას გუგლში ეს ხელოვნური ინტელექტი მაგას არა, იმიტომ რომ მყარ საგანში უფრო სწრაფად ვრცელდება ბგერა და შესაბამისად ეს რომ გაიგო შენ ეს ცნობის მოყვარეობა, იმან ვირუსი შეუშვა ამ ბავშვების ტვინში და იმ პასუხს სანამ შეუძლებელი არ არაინტერესებთ ამ ბავშვებს თქვა პირობითად ეს ბგერის გავრცელების ამბავი, მაგრამ ისეთი ვირუსი ჩაუდო ტვინში, რომ სხვა გამოსავალი აღარ დაუტოვა. და დარწმუნებული ვარ რომ მე რო გამოვიდნენ გარეთ ერთმანეთში ვჭობდნენ რომ რატო დადო ზოგი ამბობს რომ აი რაღაცა იმიტომ რომ ამიტომ და თან თქვა რომ პრიზი დააწესა და ამ ტექნიკას მეც ვიყენებ ხოლმე ძალიან კარგად რა სრობის მოყვარეობა ნახულობ ხოლმე სხვათა შორის სოციალურ ქსელშიც იცი ხოლმე თანდათან ბოლოსკენ წავიდეთ და სიყვარულზე რომ გკითხო იქ ვიღაც გოგო დავინახე შენი ტოლი გოგონა მე-7 კლასელი აი წრეზე რო დაიწყე სიარული ხო აბა რა სიყვარულიდან რა შეიძლება გაიხსენო არ ვიცი ზოგი ბაღიდან იწყებს ხოლმე და როგორ იყო ეს თქვენს ასე ვთქვათ ირგული თქვენ სკოლებში და ასე შემდეგ სკოლებში ხო რა ვიცი ხა ძალიან დიდი რომეო არ ყოფილვარ არასოდეს მაგრამ შეყვარებული ბაღში მყავდა მახსოვს მაია ერქვა იმ გოგოს მისი სახელიც მახსოვს და რატომ შეგიყვარდა თუ გახსოვს
არ ვიცი რატო შემიყვარდა, მაგრამ უცნაური იყო რომ ჩემი ძიძა ვინც იყო, იმისი შვილი იყო, ეს მაია. და მე ვარ ძალიან იღბლიანი ადამიანი, ვამბობ ხოლმე რომ ყველაფერი გამომდის ცხოვრებაში რა, რაც არ უნდა დავიწყო, ყველაფერი გამომდის. აი ხო არის ეს ადამიანი ყველაფერი გამოსდის. ნუ მე ვამბობ რომ მე ეგეთი ვარ, გამომდის ატომკაც რა. და ეს გოგო მახსოვს რომ შემიყვარდა, მომწონდა რაღაც რო უყურებდი ხოლმე, აი ერთი სული მქონდა რომ დამენახრა რომ ცოლია ჩემი. არა, ჩემი ცოლია. ხო და მოკლედ ამ ხალხს უთხარი, გავბედე, სხვასაც უყვარდა იქ ერთი ბიჭი იყო, თემური ერქვა სახელი, მეგონი თათარაშვილი იყო გვარად. თუ მიშკა თათარაშვილი, თემურ თათარაშვილის რაშვილში, მიშკა თათარაშვილი და ამასაც უყვარდა და მეუბნებოდა რომ იმ გოგოსო მე უყვარვარ უფრო მეტად ვიდრე შენო, შენ არ უყვარხარ. და რაღაცა რო უნდა გამეკეთებინა, ესეთი რაღაც მოვიფიქრე, რომ დავგეგმე, რომ ესე იგი დირექტორს ძალიან უყვარვარ, ძიძას ძალიან უყვარვარ, რაღაცა განსაკუთრებული ტიპი ვარ იქ რაღაც სულ ისეთი ამბავი და მივედი ამ ძიძასთან და მეუბნები, რომ მე მეთქი, მინდა რომ შენს როცა დაგვაძინებ, შენ შულთან მაიასთან ერთად დამაძინო ხოლმე მეთქი და ოკეი, რა პრობლემა არის, რომ მაიასთან ერთად დამაძინო. მაშინ მივხვდი, რომ ანუ აი რაღაცა თუ გაბედავ, სიყვარული შესაძლებელია გამოვიდეს რა და ეს მახსოვს როგორც გამარჯვება რა. ჩემი ერთ-ერთი თავარი. ნუ ხო, აი ერთ როგორ იყო ეს საწოლები ჩამწკრივებული იყო. რა ქნა ამ დროს. აუ გაგიჟდა ის ამბობდა რომ ეს არა ჩემი ხო საწოლი. მაგრამ ეს მახსოვს რომ ესე იგი ეხლა ნუ რა თქმა უნდა ეგ ხო რაღაც სექსუალური კონტექსტი ხო ყველანაირად გამორიცხულია უბრალოდ აი ეს მასთან ერთად რომ ესე იგი ერთ გვერდ-გვერდო დაგვაძინა მე იქ ძირში რაღაცებს ის სანამ დავიძინებთ ლაპარაკობდით ხოლმე და ეს შეგრძნება რომ აი თქვა მივედე დედამისს თქვა რომ შენ მაიასთან მინდა რომ დამაძინო და დამაძინა მაიას გვერდით და ეს მახსოვს ეს შეგრძნება როგორც საოცარი ამბავი რომ რაღაცა გამოდის რა მოკლედ შენ თუ გადადგავ ნაბიჯი და სიყვარული ჩემთვის გამარჯვებასთან ასოცირდება აი ხო არის ზოგისთვის დამარცხებასთან ასოცირდება ჩემთვის დამარცხებასთან არ ასოცირდება რა თუმცა ეგეთი სამაგ განცდა მაქვს და გისურვებ აი ეს განცდა სულ დიდხანს და ბოლომდე რომ გაგყრობოდეს და ფასკუნჯზე კი დავიწყეთ ჩვენ ასე ვთქვათ ცხაბრულ ფასკუნჯზე და ახლა ნამდვილი ფასკუნჯით დავასრულოთ ფაქტობრივად ჩვენი საუბარი გითხარი ამ სკოლაზე ცოტა მეტი უფრო თუ რაიმე შეგიძლია რომ აი თუნდაც რჩევის სახით გაუზიაროთ იგივე ჩვენს მასწავლებლებს ან მშობლებს რას აკეთებთ სათხართ და ასე შემდეგ მოვიყევი ფასკუნჯს ხო მე ეს ჩემი ეს ორგანიზაცია თუ როგორც არის იოსებიძის 57 ნომერში მე-10 სართულზე ვარ ესე ზევით ლიფტით უნდა ამოხვიდე და საკმაოდ საინტერესო სივრცეა სხვადასხვა ტიპის ლექციები ტარდება მაგრამ აქცენტი უფრო მეტად ანუ ძალიან მრავალფეროვანია ეხლა დღეს მაგალითად ხელოვნების მსოფლიო ხელოვნების კურსი იწყება საოცარი ლექტორი მყავს ძალიან პროფესიონალი ადამიანი სალომე ჭანტურიძე ის ატარებს თქო გუშინ რაღაც ისტორია იყო მე ყველაფერი ჩინეთზე და ყველანაირი კურსი ყავს კი მაგრამ მიმართულება მთავარი მაინც არის წერის მასტერკლასები და შემოქმედებითობა ჩემი კონცეფცია ასე ვთქვათ აი სლოგანივით არის ესეთი პირველი რომ ვასწავლით ზრუნვით ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მეორე არის ის რომ ადამიანს უნდა ასწავლო როგორ იყოს გამარჯვებული ეს გამარჯვება მხოლოდ იმას არ ნიშნავს ორით ნოლს გამარჯვება ეს არის შინაგანი მდგომარეობა ჩვენი პრობლემა ზოგადად აი საზოგადოების პრობლემა არის ის რომ აპრიორი არის დამარცხებულის პოზიციიდან უყურებს და ეს არასწორი თემაა რა მოჭადრაკე თუ დაფასთან ჯდება და ეგრევე დამარცხებულია ის დამარცხებულია უკვე იმას არაფერი აღარ რომც მოიგოს ყველა პარტია ის თუ მენტალურად არ უნდა იყოს დამარცხებული ამიტომ ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია და შემოქმედებითობა ამას ახერხებს ის ვინც საკუთარ შემოქმედებით ენერგიას იმაშობა ასე ვთქვათ განავითარებს და მიცემს გასახანს ის მოახერხებს იმას რომ საკუთარი თავის რეალიზება მეტნაკლებად მოახერხოს. მე საერთოდ არ მაინტერესებს, მშობლებს ვეუბნები ხოლმე, რომ თქვენ თუ აქ მოდიხარ და შედეგებს მთხოვთ, ეს ის ადგილი არ არის, სადაც თქვენ რაღაცას წაიღებთ. აი წარმატება და ტერმინები როა ვერ ვიტანო, აი წარმატებული ესეთი ისეთი. ჩემთვის თავარი არის რა, რომ შენ ადამიანი რომ რაღაცა შენი განვითარების გზაზე რომ წახვალ, ხო? ის უეჭველი გახდება ვიღაცა ისეთი ტიპი რომელიც რაღაცას ჩაიდენს რა კაი გაგებით იმიტომ რომ ეს ძალიან მაგარი თემაა რა ეს ენერგია თუ არ მიმართეს სწორი მიმართულებით თვით დესტრუქციული ხდება ადამიანი და ჩვენში შემოქმედებითი ენერგია
არის ისეთივე ძლიერი ენერგია, როგორც თქვა სექსუალური ენერგია, როგორც არის თქვა რაღაცა ეს გადარჩენის ინსტინქტი, რავი 1000 რაღაცა არის. შემოქმედებითობა სჭირდება, ხო, მე გრევას იწყებს რა. და სხვათა შორის ფრომს დავესესხები და ფრომი ამბობდა, რომ ყველაზე საშიშები არიანო სოციალური იმპოტენტებიო. და სოციალური იმპოტენტები ხდებიან ადამიანები, ვისაც თავის დროზე აუკრძალეს შემოქმედებითი ამბავი და გაიხსენეთ ახლა ირგვლივ, აი თქვენ სფეროში, აქ პოლიტიკურ ამბავში, ვინც აი რაღაც გაკვირთ ინტერვიუებში უსმენ ხოლმე, რომ მინდოდა მუსიკოსობა და ვერ გაუბედე რეჟისორობაზე ვოცნებობდი და რაღაცა სხვა ამბავი და მე ზის და რაღაცებს სპექტაკლებს დგავს რა. ანუ უნდა მისცე ადამიანს ეხლა დღეს ვფიქრობდი სანამ აქ მოვდიოდი ლექცია მინდა ჩავატარო ესეთი რომ რა იქნებოდა დოსტოევსკის რო არ დაეწერა ძმები კარამაზოვები და სტალინს წერა გაეგრძელებინა. აი ესეთი თემა მინდა შევთავაზო საზოგადოებას რა. ეს არის ჩემი ხედვა, აი რა იქნებოდა მაგ შემთხვევაში. ჩემი აზრით დოსტოევსკის სახით მივიღებდით სერიოზულ მონსტრს კაცობრიობისთვის, იმიტომ რომ ეს მისი შემოქმედება ეს არის რაღაცა ტიპის აი რაღაცა ბნელი ენერგიის გამოშვების ამბავი. კიდე კაი მწერალი გამოვიდა. კი და იმ სტალინსაც ეწერა ცოტა მეტი უკეთესი იქნებოდა ყველასთვის მე მგონი რა. ხო, საინტერესოა. არ ვიცი ახლა რომ გადმოვიტანოთ თანამედროვეობაში რაღაცა იმხელანიც ვამჩნევ მეთქი რომ ნეტა ყველა წერა დაიწყოს მეთქი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ნაწერის საკითხვა აჯობებს რა, იმ რაღაც უცნაურ გადაწყვეტილებებს, რომელშიც ცხოვრობ. ყველა გთხოვდი რომ შვილი აუცილებლად აი გონიათ რომ შემოქმედებითი ამბავი არის მესამე ხარისხოვანი და პირობითად რაღაცა თქვა ბიზნეს ადმინისტრების სწავლა არის უმთავრესი. იმას მოყვება, იმიტომ რომ მაგარი ბიზნესმენი არის შემოქმედი ტიპი. ანუ ამ შემოქმედებით ენერგიას უკეთებს რეალიზებას, მაგრამ მოდი გააკეთოს ბავშვობა შეძლოს ეს. ჯერტი წერა ისეთი მაგარი რაღაცაა, რომ სტრუქტურირებას გასწავლის შენ. შენ სტრუქტურის გარეშე ვერ დაწერ, აბდაუბდა გამოდის რა. ანუ წესრიგს სწავლობ, შრომას სჭირდება წერას და მაგარ უნარებს ავითარებს. ამიტომ ყველას ურჩევ ხოლმე რომ მოიყვანო ჩემთან თუ არა სადმე ხო არის რაღაც კიდე კურსები იმედი იქნება. ხო, და ბავშვებისთვისაც არის. ბავშვებისთვისაც მაქვს კი 7 წლიდან ზევით. და ერთ რჩევას ასე ვთქვათ კიდევ ვისარგებლებ და კითხავ მithumetes მწერლებმა იციან ხოლმე რაღაც მუზას ელოდებიან ხოლმე. არა მხოლოდ საერთოდ ადამიანები ზომშენებელი სიტყვის აი მუზას ელოდება რომ როდის მოუნდება საქმის კეთება, ხო? რამე ხო არ შეიძლება მუზა მოვათვინიეროთ, რომ როცა გვინდა მაშინ მოვიდეს ან რა. აი ჩემ მასტერკლასზე პირველი შეხვედრაზე რაღაც ისეთი მაქვს ხოლმე ფორმულები და პირველი ერთ-ერთი რასაც ვამბობ არის ის, რომ მინდა იმედი გაგიცრუოთ, რომ მუზა არ არსებობს. ეს არის რაღაც ლამაზი გამოგონილი ისტორია იმისავით, რომ მწერალი უნდა ლოთი იყოს ან ნარკომანი, რომ მაინც და მაინც გამოსდიოდეს წერა, ესე არ არის. საღი გონება სჭირდება ამ საქმეს და უკაცრავად, მაგრამ უნდა ვთქვა ვირივით შრომა. ეს არის საშინელი, საზარელი შრომა, იმიტომ რომ უდიდესი ენერგია მიაქვს, აი რაღაც ფიზიკურად რომ მუშაობ, უფრო დასვენებული ვარ ხოლმე, ვიდრე ეს ამ შემთხვევაში. წერა მუზას თუ ელოდე, ალბათ ნუ ერასოს ვერ დაწერა. ამას სჭირდება მუდმივი მუშაობა, ყოველდღე დაჯდე და წერო რაღაცა ერთი გვერდი, ნახევარი გვერდი, სამი გვერდი და ასე შემდეგ. ისე არ გამოდის, ამიტომ ისე როგორც ნებისმიერი საქმე, ხო? როგორც ნებისმიერი საქმე, კი. და ჩათვალო, რომ ესე იგი ეს საქმე არის 10000 საათს რო დაწერ, მე ისწავლი ალბათ წერ. მე 1000 გვერდი დავწერე, სანამ პირველი ნორმალური მოთხრობა გამომივიდა. ნუ შედარებით ნორმალური რა. წერდი, ვყრიდი, სწავლობდი ესე წერას. ესე მომინდა, ასე ვთქვათ, რომ გამეკეთები. გურამ ძალიან დიდი მადლობა. მადლობა, არ ვიცი საინტერესო იყო თუ არა მსმენელისთვის იმედი იქნებოდა. ჩვენთვის საინტერესო იყო, შენთვისაც საინტერესო. კი. და სასიამოვნო საუბარი იყო. და მინდა დიდი წარმატება გისურვო. პირად საქმეში, საზოგადო საქმეში და ყოველთვის და ყველგან. მეგობრებო, ეს იყო გურამ მეგრელიშვილის სკოლა, დაელოდეთ შემდეგ სკოლას.